მშობელი გეკითხება. ეგრეთ წოდებულ ხლოპიებს კვირაში ორჯერ მაინც გთხოვენ საუზმეზე ბავშვები, ძესთან ერთად. ვიცი რომ რაც არ უნდა ჯანსაღი შევარჩიო, ასეთი არ არსებობს ბაზარზე, რას გულჩვენ. ხლოპიოების ზებნა ქართულ სუპერმარკეტებში თავის ტკივილია და ნამდვილად მაშინ როცა შეუძლებელია საუკეთესო ვარიანტის პოვნა ყოველთვის შეგიძლია. ნაკლებად ბოროტება ეძებო. ამისთვის პირველად საკეთებ ატრიალებ ეტიკეტს და ეძებ 100 გრამზე 15 გრამზე ნაკლებ შაქარს. თუ იპოვე ეს პირველი გამარჯვებაა და მერე ეძებე ბოჭკო 100 გრამში 5 გრამზე მეტი. სად იპოვი როგორც წესი ესეთ ნუტრიენტულ ბალანსს? იპოვი მთელმორსლოვან ბურულეულის ბაზაზე დამზადებულ ხლოპიებში, იპოვი შერეული მარცვლების და შვრის ბაზაზე დამზადებულ ხლოპიებს, ან იპოვი მიუსლში. და თუ მაინც ბავშვი თავის საყვარელ, ყველაზე ულტრაპროცესირებულ და გადამუშავებულ შოკოლადის ხლოპიებს გთხოვს, აქ შენ გჭირდება მშობლის სოდნა და ნუტრიენტული ჯავშნის შემოტანა. არ უთხრა უარი ბავშვს თავის საყვარელ ხლოპიებზე, 50% შემოიტანე ახალი ჯანსაღი ალტერნატივა, 50% საუზმის დაუტოვე მისი საყვარელი ალტერნატივა. ეს გნო პირველი გზა შედარებით უკეთესი ალტერნატივას შეეგუოს შენი შვილის გემოვნების რეცეპტორები, თვალი შეეგუოს მის გემოს და მის სუნს. ჭკვიანი მშობელი ნუტრიციოლოგიურ პრაქტიკაში ასევე დაუმატებდა ამ ჩემი შვრის საუზმეში ხლოპიოების საუზმეში თხილეულ თესლაუს, დაუმატებდა ხილს, დაუმატებდა ბანანს. ეს იქნებოდა დამატებითი კიდევ ერთხელ ბოჭკოს, ცილების და ცხიმების შემოტანა აი ამ ჩემი გიჟი შაქრებისთვის, რომ ჯავშნად შემოეკროს ბავშვის ნაწლავებში. აი ამ ყველაფერს მშობელი დაუმატებს ფსიქოლოგიურ მიდგომას და თავად აწყობინებს ბავშვს საკუთარი საუზმის ჯამს, იქნება იდეალური. წიქონეს რამდენი მრავალფეროვნება, მისთვის სასურველი და საყვარელი ხლოპიოები, ახალი ალტერნატივა, თხილეულ თესლაური, კენკრა და ყოველი ახალი დილა დაიწყოს ბავშვის მიერ შექმნილი საკუთარი საუზმით, რომელიც გამოადგება დღის პირველ ნახევარში სკოლაში ან ბაღში სტაბილური ენერგიისთვის, დაიცავს შაქრის ცუნამისგან და მშობელს ამყოფეს რაც დავარიებს შვიდად.